მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს მოდით ჩვენ ასეთი თემა განვიხილოთ. რატომ შენ არ აგაქვს საკმარისი ფული? ანუ ეს თემა მნიშვნელოვანია, საერთოდ ფინანსები, ვიცით თქვენ ვინც მე მიყურებთ დიდი ხანია, რომ ფინანსები, პირადი დანიშნულება და ურთიერთობა და ჯანმრთელობა არის ძალიან ასეთი ყოველთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ზოგჯერ ჩვენ ახლა შეიძლება ფული იმიტომაც არ აგვაქვს, სიტყვაზე ურთიერთობაში არ არის დალაგებული. ანუ ურთიერთობა დალაგებული, ფული არ არის. აი რაღაც სულ ყველა დაკავშირება აქვს ამ ოთხივე თემებს და მე აროზე არ შევი ჯანმრთელობაზე, მარტო ბედის მატრიცას როცა ვიხილავ, მანდ შემიძლია შევეხო ამ თემას, მაგრამ დღეს მინდა ესეთი თემა შემოგთავაზოთ, რატომ? იმიტომ რომ არის ზოგჯერ, როცა შენ კი გაქვს ფული, მაგრამ მაინც აი საკმარისი არ არის, თქვა ხო, ყოველთვის რაღაცა გაკლდება, არ ყოფნის რა, მოდით ასე ვთქვა და ნახოთ ახლა შეიძლება ეს რაღაცა პროგრამები არის დაუშვათ რამე, ანუ შეიძლება რაღაცა ბლოკები არის და ნახოთ ახლა ვკითხოთ ჩვენ შეიძლება გარემო შენი დაუშვათ კიდე არის ისეთი რომელიც თქვა და სხვა თქვა აი ესეთი სიტყვებს იყენებენ და შეიძლება არასწორი თქვა ამბობენ რაღაც სცენარი არის ესეთი რომ ნახოთ ესე იგი ნახოთ ყველაფერს ჩვენ აბსოლუტურად რა ანუ შეიძლება უშლის ხერს თქვენ ამ სიტუაციას. რადგან გახსენეთ ეს ვიდეო, ეს იგი რაღაცა ეს კითხვებზე პასუხები გინდათ რომ მიიღოთ. ჩვენ ახლა ვკითხოთ აროს და პირველი რა თქმა უნდა ვკითხოთ რომ ანუ რა შეიძლება შინაგანი რა პროგრამები შეიძლება გქონდეს, ან შიშები, ან რაღაცა სცენარები, რომელიც უშლის ხერს ფულის ნაკადს, ხო? ვკითხოთ. შემდეგი ვკითხოთ რა ბლოკავს აი ახალს, ახლა ამ წუთში რა ბლოკავს შენში, რომ დაუშვათ შენ არ აგაქვს აი ის რაც შენ გინდა რა, შენ ზრდას, ფინანსურ ზრდას, აი ესე ვკითხოთ. კიდე მე მინდა ვკითხო, რომ როგორი შეცდომები ან ჩვევები არის შენში, რომელიც ახლა ფინანსებს აჩერებს. ესეც ვკითხოთ. და აი როგორც გითხარით, რომ ეს როლი ვნახოთ ჩვენ, რა როლი თამაშობს თქვენი გარემო ამ თქვენ სიტუაციაში და გარემოცვა თქვენი. და მეხუთე კითხვა კიდე ესეთი მინდა დავსვა, რომ ანუ რა უნდა გაიგო, რა უნდა არის რა არის ესეთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გააცნობიერო შენ იმისათვის, რომ უკვე შენ გაგიხსნას ეს სიუხვეს გზა. აქ ნახოთ რა არის, კი ბატონო, აი ეგრევე ბოლოშიც ვაჩვენებენ, რომ აქ არის სიტუაცია, რომ თქვენ შეიძლება აი როგორ ხართ, კი რაღაც აუცილებელი არის იმისთვის შეიძლება გქონდეთ ფული, მაგრამ მაინც აი საკმარისი არ არის, მაგრამ თქვენში აქ რაღაცა მომენტებიც რაღაცა იცვლება, ნახოთ ახლა. აქ სხვადასხვა იცით რა იყოს შეიძლება, აქ საგვარეულო პროგრამები შეიძლება იყოს. აი ნახოთ. ნახოთ ახლა ჩვენ პირველი კითხვა ჩვენ გვაქვს, ანუ შინაგანი რა გაქვთ თქვენ ახლა ბლოკები სიტყვაზე, ხო? პროგრამები, შიშები, ხო, რა შინაგანი გაქვთ? შემიძლია გითხრათ, რომ შინაგანი თქვენ ახლა ან შიშები შეიძლება როგორი თემა იყოს, იცით, რომ მე რო ბევრი ფული მექნება აი ყველას უნდა ანუ როგორ არის იცით, ანუ 15 არკანიდან ამ კარტით რას მაჩვენებს, იცით, რომ როცა მე მექნება ფული, შეიძლება ყველა მოვა და ყველა მე მთხოვს ამ ფულს. ეგაც შეიძლება იყოს, მოდით აბა ნახოთ კიდე. 15 ენერგია საერთოდ პრინციპში ისე რომ ვთქვათ, არც უნდა იყოს არაფერი, იმიტომ რომ 15 ენერგია ეს არის ფულის ენერგია საერთოდ ძირითადად და ამიტომ ეხლა რამე შიშები და რამე რა გითხრათ, აბა ნახოთ ახლა რას გვაჩვენებს ჩვენ ახლა კლასიკას ავიღებთ, ნახოთ აბა. არა, იცით რა არის, თქვენ აქ პირიქით რაღაც არა, ვაფშე არა გაქვთ თქვენ აქ არანაირი ბლოკები სხვა შორის. არა, იმიტომ მე კიდევაც ვთქვი, რომ ის შეიძლება იყო, მაგრამ არა გაქვთ თქვენ პირიქით ისეთ ადამიანი ხართ, რომ უნდა მქონდეს ფული და ყველაფერს გავუკეთებ და გავუზიარებ და ვაფშე არანაირი არა. აქ შეიძლება даже პირიქით თქვენში მოხდა რაღაცა, რომ შეიცვალა უკვე
და ნამდვილად თქვენ პირიქით ხარ ძალიან მაგრად განწყობილი იმაზე, რომ თქვენ თქვათ ფული მიიღოთ, არა. ვაფშე არანაირი ბლოკი არ აქვს, შემიძლია ეკითხრათ თქვენ. ნუ აქ რა ვიცი. არა. შეიძლება ერთი რა იყოს, იცით, აი დააუშვათ, თუ მართლა ვკითხოთ ჩვენ, აი რა შინაგანად რა გაქვთ თქვენ, ან რა სცენარები. შეიძლება რა ესეთ ერთი რა შემიძლია გითხრათ, რომ დაუშვათ თქვენ, ნუ ვერ ხედავთ თქვათ კიდე რამე წყაროს ახალს, რომელიც შემოგიტანთ თქვენ ფულს, დაუშვათ ეს რატო? ხო, იმიტომ რომ ხართ როგორ, ხო, შეიძლება, ხო. აი ეს მომენტი შეიძლება იყოს, ნახეთ. რატო და იმიტომ რომ შეიძლება ფიქრობთ კიდე რომ მე რომ ბევრი ფული მქონდეს, აი დაუშვათ ორი რამ მაინც უნდა მქონდეს, რაღაცა შეიძლება ვერ პოვლობთ კიდე რამეს ისეც, რაც თქვენ ანუ ეს წყარო შეიძლება გაქვთ, ხო დაუშვათ, მაგრამ აი თქვათ კიდე რამე ისეთი რომ თქვათ მქონდეს, რაც მე მომიტანს კიდე ფულს, იმიტომ რომ აქ თქვენ რაღაცა დიდი ფულზე გაქვთ ლაპარაკი, იცით? ხო და აი როგორ გამოვიდე, ან даже კიდე ნახეთ, დიდი ფული კი მინდა, მაგრამ როგორ უნდა მოხსნა, აბა რა ბლოკია, მაშინ ეს ვერ გავიგე რა ხდება, გამითხარით. აჰა. აქ როგორი თემა არის, იცით, გეტყვით გოგოებო და ბიჭებო, ჩემი ლამაზებო. აქ შეიძლება იყოს როგორი სიტუაცია. შეიძლება აქ თქვენ მარტო თქვენზე არის დამოკიდებული თქვენი შემოსავალი. და შეიძლება თქვენ რას ვერ პოვლობთ, იცით, აი გეტყვით რა ბლოკი გაქვთ ახლა მე თქვენ. ძალიან მაგარი აქ ღრმა თემაა. ნახეთ, შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ აი დიდი ხანია შეიძლება არავინ ესეთი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში არ გამოჩენილა, აქ ესეთი ადამიანისთვის შეიძლება იყოს კიდე ეს გაშლა, რომ აი მე თვითონ, სულ მე თვითონ მე უნდა გავაკეთო და ანუ არავისგან არ ელოდებით თქვენ დახმარებას, თითქოს ხარ დარწმუნებული, თუ დაუშვათ ახლა ფული მქონდე, ნუ რომ მქონდეს, მარტო მე თვითონ შემიძლია რამე გავაკეთო. პრინციპში ცუდი კი არ არის ეგა, რომ დაუშვათ ეს იყოს თქვენთვის ისეთი თემა, რომ თქვენი თავის თქვათ პატრონი ხარ და ასე შემდეგ და პასუხისმგებლობას იღებთ, მაგრამ ეს თუ როცა ეხება ქალს, ნახეთ, მაინც კურუმი გამოდის და აი მაგაზე ამ ბლოკებს ამ თემაზე ჩვენ ახლა უკვე იცით თქვენ ბევრჯერ მithქვია, რომ ჩვენთან ახლა ქალთა სკოლაში მიმდინარეობს ახლა კურსი, ახლა სექსუალურ ენერგიებზე ვმუშაობ და სექსუალური და ფულის ენერგია ერთია და მე იქნება უკვე შემდეგი ბლოკი მოდული ქალი და ფული. და აი აქ ქალს ეხება რა? ნახეთ, შეიძლება იყოს როგორი მომენტი, თქვენ ვერ ხედავთ თქვენს გარდა კიდე ვინ მოგეხმარებათ, აი თქვათ ფულის შემოტანაში თქვენს ცხოვრებაში. ანუ თითქოს შეიძლება მიჩვეული ხართ, რომ ყველაფერი არის ჩემზე, მე თუ არა, ვინ და აი ამით თქვენ აჩერებთ, გამიგეთ იმას, რომ აი თითქოს ახლა აი თავსატყუებს, გამიგეთ მაგი? აი შეიძლება გოზოგი ფიქრობს, რომ მაგალითად აი ეს რომ მე არავის არაფერს არ ავთხოვ, მე ყველაფერს თვითონ ვაკეთებ, მე არავის არ ვაწუხებ. ამ დროს ეს არის ნახეთ, ეს არის ტყვილი. ტყვილი რა შედევს? გვეცნობიერად თქვენ ნამდვილად ძალიანაც გინდათ რომ იყოს თქვენ ცხოვრებაში ისეთი პიროვნება, ესეთი ადამიანი, ვისაც თქვენ ეყვარებით და ვინც თქვენ ნამდვილად დაგეხმარებათ სიყვარულით. შეიძლება აქ შვილები არ გეხმარებიან და შეიძლება თქვენ სადღაც გვეცნობიერად მაინც ფიქრობთ, რომ აი დაუშვათ რომ შვილებმა დამეხმარონ. თქვენ არის ეგეთი მომენტი, რომ შეიძლება თქვენ ხართ მიჩვეული, რომ მარტო მე ვეხმარები და ანუ შეიძლება იმედი არა გაქვთ, თქვათ ეხლა თქვენი შვილების. შეიძლება ეგეთი თემაც იყოს. ანუ ყველაფერი თქვენ თვითონ რა თუ რამეს აკეთებთ, თქვენ თვითონ აკეთებთ რა. ანუ აქ ამ პოზიციაში მე ვხედავ, რომ აი თითქოს ვის
ან ან გინდათ რომ შემოვიდეს კიდე თქვენთან ცხოვრებაში ეგეთი ადამიანი, ნუ სასაჯარო გაშლა და ძალიან არეულობა თამაშმაკის არკანია, რა თქმა უნდა, ტვინს აგერებს. ნუ გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება ეგეთი მომენტიც იყოს აქ. ამ კითხვაზე, როცა ჩვენ ვეძებთ პასუხს. თუ გაიგეთ, ეხლა ეგეც მომწერეთ, რომ გასაგებია იყო, იმიტომ რომ ცოტა ისეთი კითხვა, ისეთი პასუხი მივიღეთ, ხო? ეხლა ვნახოთ ჩვენ რა ბლოკები რა ბლოკებს რა შენს ფინანსურ ზრდას ეხლავე. რა ბლოკავს ახლა შენს ფინანსურ ზრდას, რა ბლოკავს. აი ზუსტად ეს ნახეთ კიდე როგორი მომენტი არის. რა ბლოკავს? ეხლა რომ შენ აი მართლა ხარ ისეთ ენერგიაში, რომ შენ მარტო ხარ და მარტო შენ მხოლოდ შენს თავზე ხარ აქ დაყრდნობილი, ანუ მხოლოდ ფიქრობ, რომ მე რა შემიძლია ვიპოვო. აი ეს მე პოზიცია ძალიან ისეთია რა. ამ წუთში რა ბლოკავს? აი ნახოთ, აბა გითხარით ეს რას გულისხმობთ თქვენ აქ. ვერ რა ბლოკავს? ცოტა ღრმად ვაჩვენეთ. რა ბლოკავს? всё. ნახეთ როგორი სიტუაცია კიდე მაინც ხრიანი გვერდხების რა ის არის. შეხედეთ, შეიძლება მოხდეს რა. თქვენ ხართ რაღაცა საქმედ დაკავებული. გააქვთ რაღაცა საქმე, რომელსაც თქვენ ახლა აკეთებთ, მაგრამ ეხლა მე ხო სულ გეუბნებით, რომ ახლა სულ იცვლება ყველაფერი, ახალი გზები, ახალი რაღაცები და შეიძლება ახლა არის ესეთი მომენტი, რომ თქვენ ელოდებით ქვეცნობიერად რაღაცას ახალს კიდე. და მაგრამ აი ეს ახალი რა არის? ეხლა არ იცით. მაგრამ აქ მალევე ეს პრობლემა გადაიჭრება და თქვენი სული ნამდვილად თქვენ თვითონ გიკარნახებს და არჩევანსაც გააკეთებს და გეტყვის. იმიტომ რომ ეხლა ნახეთ ეს ძალიან ბევრისთვის იქნება ესეთი სიტუაცია, რომ რითიც იყავით თქვენ დაკავებული, შეიძლება თქვენ ვაფშე მაგით არც იქნებით დაკავებული. ან შეიძლება გადახვალთ სულ სხვა რამეში. კიდე შეიძლება ბლოკავს ვიღაცისთვის ეს რა პულს, იმიტომ რომ მცოდნა მაგ ძალიან ბევრი რაღაცებს, ნუ გამოცდილებაც კი ბევრი მაგ, მაგრამ მე არ ვიცი როგორ განვახორციელო, როგორ გავცე ეს ჩემი ცოდნა. აი სულ ფიქრობ შეიძლება თქვა, აი როგორ გავაკეთო, ასე გავაკეთო, სულ არჩევანის წინ გახართ, აი არჩევანი, იმიტომ რომ ორიანი, ნუ აქ ასეთი პოზიციები რა, რომ არჩევანი, რა ვქნა, როგორ გავაკეთო, როგორ მოვიქცე, როგორ კიდე თქვა რამე, ანუ ბაჟის პოზიცია შეიძლება ინფორმაციას ეძებთ, იმიტომ რომ რაღაცა განახლება მიდის აქ, გამიგეთ? განახლება მიდის ახლა აქ, კი. აქ დასტაბილურდება სიტუაცია, უბრალოდ ეს უნდა გაიარო თქვენ, ეს პერიოდი გაივლის თუ არა კიდე ეშმაკი გეუბნები, აქ რაღაც ძალიან დიდ ფულზე ოცნებობთ თქვენ. ძალიან დიდ ფულზე ოცნებობთ ეთყობა, ნუ ყოველასთვის ის მისი ძალიან არის თავისი, მაგრამ აქ გეუბნებით, აქ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება. ვაფშე ძალიან მაგრად იქნება, იმიტომ რომ просто უბრალოდ პერიოდი გაქვთ ახლა ისეთი თქვენ ამ წუთში რა, აქ даже აი რო გითხრათ, აი ნუ არაფერიც არ ბლოკავს. უბრალოდ პერიოდი უნდა ცოტა დაელოდეთ, რომ გაუგებარი არის ახლა თქვენთვის, აი რა გავაკეთო, გაურკვევლად ხართ ახლა, მიხვდეთ? მაგრამ აი ამ გადასვლას რომ გადახვალთ, ხო, მე თქვენი სული თვითონ გეტყვის თქვენ რა უნდა გააკეთო შენ. ხო, დასტაბილურდებით თქვენ, კი. გამოხვალთ ამ ქაოსიდან. არ ენერგიულობთ, ოღონდაც არაფერზე არ ენერგიულობთ, აქ ყველაფერს თქვენ გაუმკლავდებით. აქ სიტუაცია შეიცვლება, ვაფშე მაგრამ შეიცვლება ყველაფერი და ამ სიტუაციიდან რომელშიც ეხლა ხართ, თქვენ გამოხვალთ. კი. უბრალოდ არის პერიოდი ესეთი რა. არ ენერგიულად შეიძლება თქვენ ახლა ნახეთ, აი შეიძლება ზოგჯერ გრძნობთ თავს რაღაც ქაოსში, ხო? ანუ რა ვქნა, რა გავაკეთო, რაღაც ეს არა, იმას მოვკიდე ხელი, ამას მოვკიდე ხელი, ეს აღარ მომწონს, ეს არ მინდა, ახალი მინდა რა, ეს ახალი რა არის, ვერ ხვდები, აი გაიგეთ ეგეთი რამე და ეს უბრალოდ მიდის ეს პროცესი.
ეს შინაგანი პროცესი მიდის თქვენში რა. როცა ძველი უნდა წავიდეს, ახალი ჯერ არ შემოსულა და ამიტომ თქვენში არის აი ეგეთი მერყეობა სულ რა. ხან რაღაცა ხდება, ხან არ ხდება. აი განულდებით თუ არა, ეგრევე წამოვა თქვენსკენ უკვე ეს ნაკადიც რა. იმიტომ რომ უბრალოდ პროცესში ხართ ახლა. არ შეგეშინდეთ რა. ვნახოთ ახლა მაშინ რა შეცდომები ან ჩვევები შეიძლება გაკავებთ რა. რომ არაფერი არ არის აქ ტრანსფორმაციაში ხართ. ახალ ტრანსფორმაციაში არაფერი შეცდომები არ გაქვთ თქვენ. უბრალოდ ტრანსფორმაცია მიმდინარეობდა თქვენ ძალიან მოკლედ. აქ მე-16, აქ არის მე-13, აქ 0-ის არკანი. აქ მაგარ ტრანსფორმაციაში ხართ ახლა თქვენ, რაღაცა უნდა გაუშვოთ ძველი და ეს ამას რო გაუშვოთ თქვენ და უბრალოდ თან რა არის, იცით, აქ თქვენზე კი არ არის დამოკიდებული, ხვდებით? თქვენ კი ცდილობთ მაქსიმალურად თქვენ უკვე ტვინი გიდუხს, უკვე აღარ იცით რა გააკეთოთ რა, აი ძალიან ადუღებული გაქვთ ტვინი რა, მართლა ოღონდ რა. რომ მაქსიმალურად ყველაფერს ვცდილობ და არაფერი არ გამონდეს. უბრალოდ ბეცმიენდეთ აქ ბეცმიენდეთ თქვენ და ყველაფერი აი უბრალოდ გაუშვთ, აი ნაკაც მიენდეთ რა. და აბსოლუტურად ყველაფერი შეძლებთ რა, აქ არის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გაქვთ თქვენ გადიხართ. ნუ ნახოთ მაინც ახლა კითხვა გვაქვს დასმული ხო? ანუ როგორ რა როლს თამაშობს ამაში შენი ენერგია და გარე მოცვა. არანაირად, შენ ახლა უბრალოდ როგორი მომენტი არის, შენ აკეთებ ყველაფერს სწორს პრინციპში, შენ აკეთებ მედიტაციას, შენ აკეთებ პრაქტიკებს, შენ რაღაცა გინდა რომ გაიგო, აქ პროცესი გაქვთ შემოსიხარულება, აქ გაქვთ პროცესი. ეს პროცესი უნდა დასრულდეს, აქ სამყარო ჩართულია, აქ სამყაროს უნდა შენთვის ყველაფერი კარგი. უბრალოდ არის აი ესეთი მომენტი ახლა რა, აქ დასრულდება ყველაფერი, ეს ტრანსფორმაციები, ყველაფერი დასრულდება შენთვის სასარგებლოდ. უბრალოდ ცოტა მოითმინეთ კიდე რომ იტყვიან რა, იმიტომ რომ ყველაფერი აბსოლუტურად თქვენ აი აქ მეუბნებიან რომ გარემოც კარგი გაქვთ, ენერგიაც კარგი გაქვთ, ყველანაირად აბსოლუტურად მშვენივრად კარგად ხართ თქვენ. უბრალოდ ერთი შეიძლება, ნუ თუ დაუშვათ თქვენ ვინმე არ მოგწონთ, თქვენ მაგასთან კონტაქტშიც არ გადიხართ. და კარგად ხართ, თქვენ ნორმალური კაი ენერგიებში ხართ ახლა და ეს კარგია, რასაც თქვენ ახლა გადიხართ, არ ენერგიულოთ მაინც და ანუ ვკითხოთ ახლა რა არის მნიშვნელოვანი, რაც უნდა გააცნობიერო შენ თვითონ რო სიუქსილს შემოვიდეს შენ და აი ზუსტად 10-იანი პენტაკლების რა. უნდა იყო ძალიან კარგი ხასიათი, ძალიან კაი განწყობაზე. უნდა მიხვდეთ რომ ეს ყველაფერი თუ რამე ხდება ჩვენთვის სასარგებლოდ არის. ეს პოზიტიური აფირმაციები ძალიან დაგეხმარებათ. ახლა ნახეთ, საერთოდ ახლა აი აფირმაციებს თქვათ ახლა ძალა რაშია აფირმაციების და მედიტაციების ახლა ძირითადად რო თქვათ რომ ანუ ჩვენ ახლა პრინციპში ჩვენზე ძალიან მოქმედებს ჩვენი გარემო კი, სადაც ჩვენი ოჯახი სად გავიზარდეთ. ძალიან მოქმედებს ჩვენი საგვარეულოს პროგრამები, ჯერჯერობით კიდე მოქმედებს ჩვენზე რა. და იმიტომ რომ შეიძლება ვერც ხვდებით თქვათ დაუშვოთ ბევრ ამის და ეს არის მატრიცაში რა თქმა უნდა ყველაფერი კარგად ახსნილი, მაგრამ ახლა ნახეთ რა ხდება. აფირმაციები, როცა შენ ფიქრობ, აი როგორ შევცვალო მე ეს ჩემი ფიქრები, ხო? ნუ კი, აი ასე მეფიქრება, დაუშვო, არა მაქვს ფული და ვიძახე რომ არა მაქვს ფული და რო ვიძახე არა მაქვს ფული და მაგე არც იმატებს, ხო სიტყვაზე. ეხლა როგორ თქვა რომ მაქვს ფული, როცა არა მაქვს სიტყვაზე, ხო, მაგრამ თუმცა ერთი თეთრი, აი ერთი ცენტიც რო გაქვთ თქვენ ჯიბეში, ესე იგი უკვე შენ არ შეგიძლია რომ თქვა რომ ფული არა გაქვს, მოდეთ აქედან დავიწყოთ. მაგრამ მეორე კიდე, ნუ ახლა გლობალურს და რამეზე. და აი ესე იგი ნახეთ, ტვინი ხო არის უკვე მიჩვეული იმას, რომ აი ეს პროგრამები ამაში, ნუ ტრიალებს, ხო? და ჩვენს მასე ვფიქრობ, გადიხართ გარეთ, ეგ ტელევიზორს წერთავ, ისე თქვათ ახლა ნათესავები იგივეს ამბობენ და ამიტომ შენს ეგრეა რა, ხარ აი ამაში, თუ მიზახე ძალიან მაგარია გარემოს შეცვლა და მაგრამ პლუს კიდე არის კარგი რომ
ამ როცა შენ უსმენ თქვათ მედიტაციას ან აფირმაციას, შენ უკვე სხვა პროგრამას, აი ეს როგორ არის, იცით, აი დაუშვოთ ახლა ფლეშკა ხო არსებობს, ხო? იმ ფლეშკაზე დაუშვოთ გაქვს რაღაც ჩაწერილი თქვათ სურათები, რა ვიცი, ან ინფორმაცია და შენ ხო არ აგდებ თქვათ всё ინფორმაცია დაძველი და შენ ფლეშკას ხო არ აგდებ. შენ მაგას კომპიუტერში შეგაქვს, შლი ძველ პროგრამას და ახალ ინფორმაციას უკვე ადევ თქვათ იმ ფლეშკაზე, ხო? იგივე შეიძლება იგივეს აკეთებს მედიტაცია. ანუ როცა შენ უკვე ასე ყოველდღე რო უსმენ ამ პოზიტიურ პროგრამებს უკვე, ხო? ის ნელ-ნელა შლის ამ ძველ პროგრამებს და იმას, უკვე ახალი ინფორმაციას გავსებს შენ. და შენ უკვე სხვანაირად უყურებ სიტუაციებს, შენ სხვანაირად უყურებ უკვე ყველაფერს და უკვე შენ twins აძლევს სიგნალს, რომ მე უკვე შევიცვალე, ანუ სხვანაირი პროგრამები ჩაერთო ჩემში და უკვე მე ნელ-ნელა ხედავ სამყარო განახებს შენ უკვე განწყობა შეცვალე, იმიტომ რომ როცა უკვე ამაზე აქ twins შეცა განწყობასაც ცვლი შენ და უკვე ერთად ეგენი ისე კარგად მუშაობენ, რომ უკვე რაღაცებს გაჩვენებენ, რომ აი ნახა შენ რო უკვე ასე რო არ ფიქრობ, ნახა როგორი შედეგი მიიღე, ხო? და ასე ნელ-ნელა სამყარო შენ გაჩვენებს და ღმერთი გარწმუნებს იმას, რომ ყველაფერი შეიძლება შეცვალო, მთავარი შენ მოინდომე. აქ მაჩვენებენ მე უბრალოდ ადამიანის პროცესს, რომელიც პრინციპში უკვე ასე აკეთებს, აი ეს შმაკის არკანი მაინც არ მასვენებს. რა არის აქ კიდე მაინც მითხარით, ხო არა, მაინც გამოსვლა, აი იგივე კარტი მომდის, იგივე რა, არა, სწორი არის ეს კარგ პოზიციაში მე-15 არკანია დღეს უეჭველი რა. იმიტომ რომ გამოდიხარ შენ, ანუ იცით რა ხდება კიდე, აი აქ დაუბრუნდები 2 წამით. შენ აღარ ახარ უკვე მიჯაჭული ფულის თემაში. ნახეთ, აი აქ მართლა ეს ამ გაშლას მოусმენთ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც არის პროცესში და ვინც ამ თემებში იმენა მუშაობს რა და არა პროსტო უბრალოდ ეხლა ბანალურად უნდა რომ გაიგოს ახლა ფული მექნება თუ არ მექნება, მიხვდეთ? აი სამსახურს რო შევშლი ფული მექნება, ან კაცი რო მეყოლება ფული მექნება. აი ეგეთ ადამიანისთვის вообще ეს გაშლა იქნება გაუგებარი კი არა, вообще დახურავს, უკვე დახურა და უკვე გავიდა. აქ მომისმენს მხოლოდ ის ადამიანი, ვინც ნამდვილად ეხლა შეიძლება რამ ძალიან პატარა რაოდენობაც იყოს, ვინც ნამდვილად იცის და ესმის ჩემის რაზეც მე ვლაპარაკობ და ძალიან ღრმად შედის ამ თემაში. იმიტომ რომ ნახეთ, თქვენ ეხლა ცხოვრობთ ისეთ ენერგიებში, როცა თქვენ უკვე არ ახართ მიჯაჭული, გამიგეთ იმაზე, ფულის თემაზე, თქვენ უკვე გაუშვით ეს თემა და ცხოვრობთ ნაკადში რა. ან მდგომარეობაში მე მაქვს, ეხლა უეჭველი ჩემთან ვინც იყო ტრენინგზე სრულიების ასრულებაზე და კიდე ფული ქალურად მქონდა კიდე ტრენინგი, ეგენი გაიგებენ რასაც ვამბობ და დანარჩენი ახლა უკვე აუხსნი, ვინც მოდიან ჩემთან შემდეგ მესამე მოდულზე იქ აუხსნი. აქ 2 სიტყვით გეტყვით, რომ შეგახსენებთ, ვისაც ესმის ეს თემა, როცა შენ ანუ არა ნაკლებობის პროგრამა, გაიგეთ რა ხდება? იმიტომ რომ ჩვენ აქ ზუსტად ვეკითხებიან, რომ რა შეცდომებს შენ უშვებ და რა შეცდომები შეიძლება გაჩერებენ. არა გაქვთ ეს შეცდომები, თქვენ ეს დაამუშავეთ, თქვენ გაიარეთ ეს ტრანსფორმაცია და უბრალოდ იმიტომ ხარ აი ესეთ ენერგიაში ეხლა, ხო? ანუ რო უკვე ფიქრობთ რას, მე ყველაფერი გავაკეთე, მე უკვე გავუშვი თქვათ ფიქრი იმაზე, რომ მე ფული არ მაქვს, ხო გავიგე რომ ფულიც მაქვს, ყველაფერი ღმერთს უნდა ჩემთვის, ყველაფერი არის ჩემთვის და ვეღარ ხვდები კიდე რაღა გავაკეთო, იმიტომ რომ ნახეთ, ეს ზუსტად ეს მომენტი, რომ ჩვენ რო მედიტაცია რო გავაკეთეთ, ხვალდილით უკვე უნდა იყოს შედეგი. ეგრე არ არის. ეს არის აი ეს ზუსტად ის თემა, როცა შენ ყვავილის რო ჩანერგავ, უნდა დრო იმისათვის რომ წამოვიდეს ფოთოლი, შენ ხო არ გარბი ხარ და ყოველ წუთში ხო არა მოწმებ, ხო? შენ აქ ვირდები, ხო, დაუშვოთ ახლა. ანუ აბა დღეს რა ქნა, აბა დღე აი ხლა როგორ არის, აი ეგეთ რაღაცა, მაგრამ ყოველ წუთში არ უყურებ იმას, მაგრამ მე უკვე ნელა წამოიზრდება ყვავილი, ისე არის ნებისმიერი ჩვენი ცვლილება, შენ წარმოიდგინე, რომ შენ
წელები იყავი პროგრამაში უკმარისობის, როცა შენ ფული ყველგან გესმოდა ფული არ არის, ანუ ყველაფერი ძვირია, მარტო ყველაფერი თუ რამე არის მდიდრებისთვის, ჩვენ ახლა არასოდეს არ გქონდა არაფერი და ახლა საიდან უნდა გქონდეს. აი ამით რო გაიზარდა, ახლა შენ წარმოიდგინე ზიხარ და ამას ყველაფერს ასუფთავებ და ნელ-ნელა უკვე აფირმაციებს და მედიტაციებს თუ იყენებ და იძახე რომ აი ყველაფერი არის ჩემთვის, ღმერთი ჩემსკენ არის, თუ რამე არის შექმნილი აქ სამყაროში ჩემთვის არის და სულ აი ასე რომ ხარ განწყობილი და გონია რომ უცბად ეხლა შეიძლება. არა, დრო სჭირდება ნამდვილად, მაგრამ რაც მთავარი არის, რომ უკვე აქ ადამიანი, რადგან ბევრი ცხრიანები და ესეთი არკანები, მე შემიძლია თქვა, რომ თქვენ უკვე დიდი ხანია ამას აკეთებთ, გამიგეთ? და უკვე თქვენ აღარა ხართ, აი მიჯაჭვული აღარა ხართ თქვენ არანაირად თქვათ რამე ბლოკები აღარ პროგრამებზე გამიგეთ რა ხდება და უკვე გამოходეთ მოერიეთ გაიმარჯვეთ უკვე თქვენ ამ მიჯაჭვობას მიხვდეთ უკვე ხართ მზად მისაღებად ხართ უბრალოდ ნერვიულობთ იმიტომ რომ არ ხდება მალე აქ გვაჩვენეს ჩვენ გვითხრეს რომ ცოტა ხანი დააცადე ეს გითხარით თუ გინდათ კიდე ერთხელ მოусმინეთ იმიტომ რომ ტრანსფორმაცია შენ უკვე დაასრულე უკვე შენ გახვედი კი დაასრულე უეჭველე უკვე აიღე შენ გაკვეთილი ეგ მიიღე ეხლა უბრალოდ უნდა მისცე შენ დრო იმისათვის რომ შენი ეს მედიტაციები და აფირმაციები განხორციელდეს და უკვე გეუბნებიან რომ უბრალოდ გჯეროდეს პოზიტიურად იყავი განწყობილი იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის როგორი მომენტი იცით რომ ანუ დაუშვათ ადამიანსაც ხო ელოდება და მე ბოლო მომენტში უკვე რომ უნდა შემოვიდეს შემოაღოს კარები რაღაცა იტყვის რომ არა რა არ მუშაობს არაფერი და ისევ აგდებენ მე ახალ კრუგზე აი აქ არის როგორი მომენტი უბრალოდ უნდა გჯეროდეს შენ თვითონ უნდა გჯეროდეს რომ ყველაფერი არის შენთვის სიუხვე ბედნიერება ყველაფერი არის შენთვის აი შენ რომ მაგას მაგ პოზიციაზე რო იქნები ხო მაგ შემთხვევაში აი ეს მომენტში აი არ უნდა გქონდეს აი მე ჩემ თავს ვატყუებ და რა სისულელე ვინ რა მომცემს მე ამდენი ხანი გავიდა და ხა სად არის ეს ჩემი ფული აი თქვენ თუ დაუშვათ აი ხო აი არაფერი არ მოდის იმიტომ რომ თქვენ ჩქარა ელოდებოდით აი აქ იგივეს გვეუბნებიან რომ ცოტაც მოითმინე და მოვა შენი პენტაკლების ტუზი გაიხსნება ნაკადი გამიგეთ იმიტომ რომ თქვენ მიდიხარ ძალიან სწორ გზაზე ვინცად ეხლა მე მომისმინა ბოლომდე და დაწერეთ რომ ჩემი გაშლა რომ ვიცოდი რამდენი მყავს ესეთი გადმოცნობიერებული ადამიანი აქ ჩემთან არხზე რომ და მაგით მივხვდები რომ რამდენი ადამიანს კიდე ესმის ეს ჩემი მესიჯი იმიტომ რომ ჩემი რაც მე ღმერთი მაძლევს ინფორმაციას რომ მე თქვენ გადმოგცეთ რა იმიტომ რომ ძალიან მაგარი გაშლა ჩემო ლამაზებო აი ძალიან მაგარი გაშლა რა იმიტომ რომ თქვენ აქ მოერევეთ ყველა სირთულეს აბსოლუტურად აი მოერევეთ და მიდიხართ თქვენ ძალიან დიდ სიუხვეში სხვათა შორის და აქ ვიღაცასთან კიდე მოდის აი ურთიერთობაზე ხო გითხარით ამ ენერგიაზე კიდე მოდის თქვენთან ადამიანი რომელიც აი ნამდვილად იქნება თქვენ ენერგიით რა აი როგორი თემა არის იცით აი მაგარ ენერგიაში რომ შედიხარ ხო ყველა სფერო აქ ლაგდება კი აქ მოდის ადამიანი თქვენ აქში ვიღაცა მაგარი ოჯახი შექმნის სიყვარულით და ყველაფრით რა ვიცი შეიძლება ზოგისთვის ეს და ქმრის დაბრუნებაც მოხდეს აქ აი კი აი გეუბნებით რომ შეიძლება даже განკორწინებული თუ ხარ შეიძლება ვიღაცასთან აქ თქვარი დაბრუნდეს იმიტომ რომ ძალიან ესეთ ენერგიებში ხარ რაღაც ძალიან დიდი ბედნიერება შემოდის და ზოგი შეიძლება უცბად აქ даже უცბად თუ რა იყო სიტუაცია შვილის გეყოლებათ რა ვიცი რაღაც ენერგიებში წამიყვანეს ხო დაიჭიროთ ისი იყო ეს ინფორმაცია მე კი როგორც ყოველთვის გისურვებ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს